ეხლა გამოვედი შეხვედრიდან ევროკავშირის ევროპარლამენტარები არიან ჩამოსულები და შეხვედრა ჰქონდა ქალების თემაზე. ირონიულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე ვსაუბრობდით და დამხვდა გორში ძალადობის ფაქტის ამბავი. ეხლა რო გითხრათ, რომ გამიკვირდაო, რაც ვნახე, არ არის მართალი. იმიტომ რომ დაუსჯელობა არის ჩვენ სახელმწიფოში. დაუსჯელობა. არავის ძალადობაზე ჩვენი მოქალაქეების მიმართ პასუხი არ მოეთხოვება. რაც ჩვენ ვნახეთ რუსთაველზე 24 წელს, 25 წელს ადამიანებთან გასწორების ლეონიძეზე ვერ გამივლია თავისუფლების მოედნის გვერდზე, რომ არ გამახსენდეს. მე თვითონ ის ფაქტი ოჯახის თანდასწრებით როგორ გაუსწორდნენ ახალგაზრდა ბიჭს გემახსოვრებათ მანქანაში. ხო? არავინ არ დასჯილა, პასუხი არავის არასოდეს არ მოეთხოვა და რა თქმა უნდა ეს სიგნალი არის გავრცელებული და იქ სადაც კიდევ უფრო მიფარებულია ყურადღებისგან ადამიანები, რა თქმა უნდა ისინი გადავიდნენ აბსოლუტურად ბესპრიძელზე, აი რო იძახიან ბესპრიძელი, აბსოლუტური დაუსჯელობა, უკანონობა და უპასუხისგებლობა. დაუსჯელობის სინდრომი არის ჩვენთან გავრცელებული. და იქ სადაც არის ნაკლები პასუხისგებლობა და მივარდნილი სიტუაცია და ნაკლები ძალაუფლება, რა თქმა უნდა, უფრო თარეშობს ეს ხალხი, თარეშობენ ეს ხალხი, რომელსაც გონიათ და ზუსტად ესე იყო, პასუხი არ მოეთხოვა. დღისით, მზისით ტელევიზიის კამერების წინაშე არის ადამიანები, ჟურნალისტებს გაუსწორეს თავპირი და ვინმეს მოეთხოვა პასუხი სიმბოლურად 5 კაცი რო დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ. ამიტომ ხდება ეს ფაქტი. იმიტომაც ხდება, რომ ეს ისტორიული ამბავია. ასე 15 წლის წინ თუ 13 წლის წინ რომ იბრძოლეთ ძალადობის წინააღმდეგ, იბრძოლეთ. შეხედეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. გაიხედეთ მარცხნივ, მარჯვნივ, ვის მოეთხოვა პასუხი. 1-2 კინკილა ადამიანს წავიდნენ და ვანომერაბიშვილი ჩასვეს და კიდე 12 ადამიანი. თორე სისტემურად არაფერთან გამკლავება არ მომხდარა. ის ხალხი, ვინც ქვევით ძალადობდა ხალხს ციხეში და პოლიციაში განყოფილებებში, ის ხალხი საწავიდა, ისევ იქ მუშაობს ხალხნო და მე პასუხს თუ არ მოთხოვ, არ გამოამზეურებ, არ დასჯი, სახში არ გაუშვებ, რა მოხდება და რაც მოხდა, კატასტროფა. სამარცხვინო ამაზრზე ნისანახავი იყო ეს რაც ვნახეთ გორში. იმასაც ვიტყვი რომ ამბობენ რომ გუშინდელი მის დემონსტრაციის შემდეგ რომ პროტესტი არსად წასულა. ვის გაუკვირდა რომ პროტესტი არსად წასულა? მე არ გამიკვირდა. საქართველოში ქუჩაში თუ დადიხარ, ხედავ რომ შეურიგებელი არის ქართულ ოცნების მართვასთან ხალხი. ეს ჩანს, არ უნდა ამას მე არაფერი არ გამიკვირდა. ხალხი არის გაბრაზებული, ამათან არის შეურიგებელი. იმის გამო რომ ეს კიდე გაუარესდება, ესენი თუ არ გაუშვით. ყველას მაგას ვეუბნები. გაუარესდება, იმიტომ რომ გადასულნი არიან რაც დარჩათ რაღაც დრო, ყველა მისარგებლოს. ეგ ფრაზა მაქვს ნათქვამი ზუსტად. რაიონის პოლიციის უფროსი მეთქი ისიც გადაწყვეტს რომ ვერ გავიგე ზევით თუ ჭამენ და ჩემ ხარჯზე თვითონ აქ ხალხზე ძალადობს, ხალხს ჩაგრავს და მე ზევით ვიღაცა ფულს აკეთებს, ხო? მე ადგება და ისი ფიქრებს რომ მე ცოტა აქედან რაღაცა მეც მე რგოსო. ხო? არავით არის ყურადღება ან ტრენინგზე ყველანაირი სამმართველო რაც იყო ადამიანის უფლებების თუ რაღაც ყველაფერი გააუქმეს. რატო? რომ იჯდნენ თვითონ სკამებზე, ხო? აქ ხო ეს არის წყალსაც წაუღია საქართველო, თვითონ გადარჩნენ და ვერ გადარჩებიან. ყველა ასეთ ისტორიას მსოფლიოში აქვს ერთი და იგივე არასასიამოვნო დასასრული. სულ მაგას ვამბობ, რაც მალე თვითონ მიხვდებიან ამას, ეს იქნება ყველასთვის და პირველ რიგში მათთვის უკეთესი. თორე გაიხსენეთ 21 წელს რომ შემოვიდნენ აქ ბოლშევიკები, რამდენი ხალხი დახოცეს, აქედან გააქციეს მთავრობა, დანარჩენი დახოცეს, დახვრიტეს, დააპატიმრეს და 3 წელიწადში მე კიდევ ერთი უზარმაზარი აჯანყება მოეწყო, იქიდან უმეტესობა საწყალი პაოლო იაშვილის ძმა მაგის მერე დახვრიტეს 24 წლის შემდეგ და აგერ
თავისუფლების მოედანზე რომ დადიხარ 24 წლის აჯანყების კვალი იქ არის. 3 წელიწადში შეიკრიბნენ ქართველები და აჯანყდნენ კიდე. ანუ ეს როგორი გაკვეთილები იცით? ჩემზე კარგად რუსეთში, კრემლში მეხუთე განყოფილება მიცის ეს ამბავი სხვათა შორის. იციან ეს ამბავი. იმიტომ რომ თავის დროზე წერდნენ წიგნებს ამაზე, რომელიც ჩვენ უნდა უკეთესად წავიკითხოთ. მოკლედ, საზიზღრობა ვნახეთ. ხალხი უნდა მიეცეს პასუხისგებაში, რა თქმა უნდა, ვინც არის ამ ფაქტში შემჩნეული, მაგრამ ჩვენ ამას მერე სისტემურად უნდა გაუმკლავდეთ. მოძალადეების სისტემიდან უნდა გავიყვანოთ. სასამართლოდან უნდა გავიყვანოთ და დაუსჯელობის სინდრომი უნდა გავაუქმოთ. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი. დაარღვიე, პოლიტიკოსი ხარ, მოქალაქე ხარ, მინისტრი ხარ, მინისტრის მოადგილე ხარ, პოლიციელი ხარ, ინჟინერი ხარ. დაარღვიე, პასუხი უნდა გაგებინო. ეს არის ევროპული კანონის წინაშე თანასწორობა. ეს არის. დროებით აბა.